ადამიანების ნახევარს, რომელსაც გულის შეტევა ემართება, გუშინ თავს გრძნობდა კარგად. რადგან ზუსტად ამ ნახევრის შემთხვევაში მიზეზი იყო ქოლესტერინი და ქოლესტერინს არ აქვს სიმპტომები, სანამ ასეთ დრამატულ შედეგამდე არ მივა. სისხლის ანალიზში ჩანს კი ქოლესტერინიც, ჩანს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები მომატებული, ან ცუდი ქოლესტერინი. და ასე ვაკონტროლებთ იმ უხილავ საფრთხეს, რომელიც არ ჩანს, სანამ რეალობად არ იქცევა და ზუსტად ქოლესტერინის კონტროლისთვის არის ეს წამალი, რაზეც ვისაუბრებთ, სტატინები ზოგადი სახელწოდება და მათ შეუძლია ძალიან მალე, დაახლოებით 2 კვირაში, ანუ თითქმის 1 თვეში უკვე იმდენად დიდი შედეგი აქვს, რომ სიცოცხლე შეიძლება გაუხანგრძლივოს იმ ადამიანს, რომელსაც გულის შეტევა უნდა დამარცხნოდა. ეს არის მთელი ამბავი სტატინების, ანუ უდიდესი შედეგი აქვს. უმეტესად ძალიან უსაფრთხოა ეს წამალი და მიმოვიხილავთ ყველა დეტალს. იმ ნიშნულობას, რომ გავუსვათ ხაზი სტატინების აღმოაჩინეს მე-20 საუკუნის შუა წლებში სადღაც და სხვა შორის აღმოაჩინეს იმ სოკოდან, რომელშიც პენცილინი აღმოაჩინეს და თავისი მნიშვნელობით გულის დაავადებებში, როგორც კაცობრიობაში იქონდა პენცილინის როლი და პენცილინის როლი იყო უზარმაზარი, იცით ალბათ, რომ მილიონობით თუ არა მილიარდობით სიცოცხლე აქვს გადარჩენილი ანტიბიოტიკებს და ადამიანები რითიც კვდებოდნენ ჯერ კიდე 100 წლის წინ, დღეს აღარ კვდებიან, უკვე 100 წელი აღარ კვდებიან. ასეთი მასშტაბური როლი აქვს რეალურად, რადგან შეუძლია, რომ ყოველი მე-4 ადამიანი, ვინც უნდა მომკვდარიყო გულით, აღარ მოკვდეს. აი ამდენად დიდი როლი აქვს რეალურად სტატინებს. სტატინებს საშუალოდ შეუძლიათ, რომ 30%-დან 60%-მდე შეამცირონ ცუდი ქოლესტერინის რაოდენობა და რას აკეთებენ? ღვიძლში HMG coenzym A და A რედუქტაზა ქვია, რომელიც არის ქოლესტერინის შემქმნელი, მოკლედ ქოლესტერინის შექმნაში მონაწილეობს და მაგას აინჰიბირებს. ანუ ეს წამალი სტატინები გუნავს აი ამ ფერმენტს, რომელიც ქოლესტერინის შექმნისთვის არის აუცილებელი. და ქოლესტერინი რო ნაკლები წარმოიქმნება, ღვიძლი იწყებს მოკრობას, შეწოვას ცუდი ქოლესტერინის, ანუ LDL-ი ქოლესტერინის, რომელსაც სუდ ქოლესტერინის ეძახიან ასევე. და ამ ცუდი ქოლესტერინის რეცეპტორები ჩნდება ღვიძლზე, მრავლდება უпростоრად ისედაც არის, მაგრამ მრავლდება, როცა ქოლესტერინი იკლებს და ორგანიზმს ეს ცუდი ქოლესტერინის სისხლძარღვებიდან მოაქვს. ანუ რეალურად ძალიან დიდ საქმეს აკეთებს რა. უზარმაზარ საქმეს აკეთებს, რომელიც ისე შეუძლებელია, რომ გაკეთდეს ბევრ შემთხვევაში. დაახლოებით 30-დან 60%-მდე შეუძლია შეამციროს ცუდი ქოლესტერინის რაოდენობა, ეს უზარმაზარი რიცხვია, ასტაბილურებს ქოლესტერინის ფოლაკს, ანუ სისხლძარღვები რო უკვე დაზიანებულია, ზედ ქოლესტერინი არის, მაგას ასტაბილურებს და CRP-ს, ანუ ეს არის ანთების მარკერი სისხლში, C-რეაქტიული ცილა, შეიძლება გაგიგიათ, მაგის დონეს ამცირებს, ნიშნავს, რომ რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ ნაკლები ანთებაა ორგანიზმში და ნაკლები ანთებაა სისხლძარღვებზე. და ეს გადმოითარგმნება პირდაპირ როგორც გულის დაავადებების და გულის მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის რისკის შემცირება. ამ ქოლესტერინის ფოლაკს სისხლძარღვები ვერ გრძნობ, ანუ ვერ იტყვი, რომ მე მაწუხებს და ეხლა უნდა მივიდე და არა, ეს ჩუმად არის. ამიტომ არის სტატინებს ასე დიდი როლი, რომ კიბილგამაყუჩებელისგან უცებ გრძნობ ეფექტს, ტკივილს გიყუჩებს, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არ მოქმედებს.
ჩვეულებრივ ახლა როგორც უნდა გარდაცვლილიყო ადამიანი გარდაიცვლება, მაგრამ სტატინი ეს ვერ გძნობ რომ იღებ ვერაფერს, მაგრამ სიცოცხლეს გიხანგრძლივებს. ანუ უდიდესი მნიშვნელობა. ასევე თითქმის ნახევარი, ვინც სტატინებს იღებს, ერთი წლის განმავლობაში ანებებს თავს. ეს არის ცუდი ტენდენცია, რადგან ადამიანებს აქვთ გრძნობა, რომ რაღაც მისია შეასრულეს, ასე არ არის. რამდენიმე პირაში ისე დაუბრუნდება ის ქოლესტერინი მალე იმ დონეს, რა დონეზეც იყო. ამიტომ როცა სტატინებს იღებს ადამიანი, მნიშვნელოვანი მიიღოს ხანგრძლივად. საშუალოდ 3-დან 5 წლამდე გჩუქნის სტატინები რა. ანუ ერთი პატარა აბი, რომელსაც ძილის წინსვლა და 3-დან 5 წლამდე გიხანგრძლივებს სიცოცხლეს. ძალიან დიდი რამეა, სინამდვილეში ძალიან დიდი რამეა. ასაკოვნებზე არის ხოლმე კიდე საუბარი, რომ ესე ასაკოვნებში გვიანი ხო არ არის და რაღაცა და არა. არ არის გვიანი კვლევები არის ჩატარებული 75 წლის ასაკის ადამიანებშიც 25% ამცირებს აი ამ გულსისხლძარღვთა რისკებს. მათ შორის შეიძლება მისი მიღება სპორტსმენებში. სპორტსმენებს ზოგადად ქოლესტერინის პრობლემა ნაკლებად აქვთ, მაგრამ ვისაც გენეტიკურად მაღალი ქოლესტერინი აქვს, მაშინ ერთი რაც უნდა ახსოვდეს ადამიანს არის რომ სტატინებმა მაღალი დოზით განსაკუთრებით შეიძლება გამოიწვიოს ყავისფერი შარდი, რაც ნიშნავს რომ მიოგლობინი შეიძლება გადავიდა შარდში. ეგ ნიშნავს რომ ეგრე უნდა შეწყვეტოს სტატინების მიღება. ანუ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა, მაგრამ გასათვალისწინებელია როცა ადამიანი იღებს სტატინებს. ანუ სტატინები როგორც წესი დაბალი დოზით არ იწვევს რამეს საშიშს, არაფერს, მაგრამ მაღალ დოზებში, ასაკოვნებში და შეიძლება გამოიწვიოს კუნთების დაზიანება და თუ მაგას იწვევს, მაშინ დაანებო ეგრევე თავი. ეს არის მოკლე ფორმულა. უმეტეს შემთხვევაში სტატინები არ უსაფრთხო. ახლა რა არის მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ სტატინების მიღების დროს? მთავარი არის, რომ ეს ამცირებს ცუდ ქოლესტერინს. ყველაზე მთავარი, რასაც პროექცირებთ არის ეს. სტატინებთან ერთად კოენზიმ Q-ს რატომ იღებენ? სტატინებთან ერთად რეკომენდებულია ხოლმე ხშირად რომ მიიღონ კოენზიმ Q-ი. და ეს რატოა ესეთი მნიშვნელოვანი? რადგან სტატინები ხომ აბლოკირებს HMG coenzyme ACE ფერმენტს აბლოკირებს და ეგ ფერმენტი არა მარტო აუცილებელია ქოლესტერინის სინთეზისთვის, არამედ აუცილებელია კუნთებში მიტოქონდრიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. და იბლოკება coenzyme Q-ის წარმოქმნის გზას. და ამიტომ არის ხოლმე რეკომენდირებული რომ ადამიანები რომლებიც განსაკუთრებით მაღალი დოზით იღებენ ქოლესტერინს მიიღონ coenzyme Q-ს, რათა კუნთები იქნეს დაცული და ზედმეტი დატვირთვა არ იყოს მოკლედ. ასევე ორგანიზმში ამცირებს ანთებას. სტატინების მიღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად. არსებობს სხვა სახის სტატინები და არსებობს რომელზეც ვისაუბრებთ, რომელი ჯობია, რატომ ჯობია და ასე. და პირველ რიგში უნდა ვთქვათ, ვისთვის არის აუცილებელი რომ მიიღონ სტატინები. უნდა მიიღონ აუცილებლად მათ, ვისაც ქონდა ინფარქტი, ინსულტი, ან ათეროსკლეროზი აქვს, ვიცით რომ ათეროსკლეროზი აქვს, ამ ადამიანებმა უნდა მიიღონ მოკლედ. მეორე, ვისაც აქვს ცუდი ქოლესტერინი 190-ზე მეტი. ეს მიიჩნევა მძიმე ჰიპერქოლესტერინემიად
და ამ ადამიანმა უნდა მიიღონ მაღალი ინტენსივობით და ზოგჯერ არ არის საკმარისი მხოლოდ სტატინების მიღება ეზიტიმაბი შეიძლება მიიღონ ან ისი 5K9-ს ეძახიან ეგეც ქოლესტერინის შესამცირებელია მოკლედ და ზოგჯერ ამ ადამიანებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ სტატინების მიღება დამატებით წამლებით სჭირდებათ ხოლმე. სტატინები უნდა მიიღონ ადამიანმა, რომელსაც აქვთ დიაბეტი და არიან 40-დან 75 წლამდე და დამატებით რისკ ფაქტორები ვისაც აქვს. ასევე სტატინები უნდა მიიღონ ადამიანებმა რომელსაც აქვს თირკმლის ქრონიკული დაავადება პირველიდან მეოთხე სტადიამდე, მაგრამ არ არიან დიალიზზე. ნიშნულოვანია, რადგან მათთვის სისხლძარღვების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახლა ვთქვათ, როდის არ არის აუცილებელი, მაგრამ მაინც სასურველი რომ მიიღოს აცებმა 45 წელს ზევით თუ აქვთ ერთი ან ორი რისკ ფაქტორი, მაგალითად ეწევა ან ჭარბიწონა აქვს და 45 წელს ზევით არის ქალებისთვის, ვთქვათ ეწევა ან ჭარბიწონა აქვს და 55 წელს ზევით აქვს. თუ ოჯახური ისტორია აქვს, მაგრამ ზედა ნორმალურ ზღვართან აქვს LDL-ი, ანუ მშობლებს ჰქონდათ ქოლესტერინი, მაგალითად ან ახლობლებს მას, ზევით აქვს რა. დაბალი დოზა რომ მიიღოს, მას შეუძლია დაასტაბილუროს ქოლესტერინის ფოლაქები. ადამიანს რომელსაც აქვს მეტაბოლური სინდრომი ან C-რეაქტიული ცილა, რომელსაც მომატებული აქვს. ადამიანები, რომელსაც აქვთ რისკი გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების. არის ხოლმე საუბარი, რომ შეიძლება რევმატოიდული ართრიტის დროს მიიღოს ადამიანმა სტატინები, შველისო, მაგრამ ეგენი ცოტა ისეთია, ზოგჯერ კოგნიტიური ფუნქციის დაცვისთვის, ანუ არა დადასტურებული ეფექტები, ზოგჯერ სიმსივნის მკურნალობის დროს, ხო, აი რაღაც კვლევები არის, რომლის მიხედვითაც სიმსივნის მკურნალობაში ეხმარება. მაგრამ არ არის ეგრე მკვეთრად დადასტურებული, რომ აი ამ დროს აუცილებლად შეიძლება მიიღო. ახლა თქვა დოზირება, არსებობს დოზირებას გულისხმობენ მაღალი ინტენსივობის მკურნალობა და საშუალო ინტენსივობის მკურნალობა. მაღალი ინტენსივობის მკურნალობისთვის ძირითადად გამოიყენება ატორვასტატინი და როზუვასტატინი. ეს ორი სტატინი არის ძალიან ძლიერი და ატორვასტატინი 40-დან 80 მგ-მდე მიიღება დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს, როზუვასტატინი 20-დან 40 მგ-მდე, ეგეც დღის ნებისმიერ დროს. არსებობს საშუალო ინტენსივობის მკურნალობა, საშუალო მსუბუქი ინტენსივობის მკურნალობა, აქ ატორვასტატინი მიიღება 10-დან 20 მგ-მდე, როზუვასტატინი 5-დან 10 მგ-მდე, სიმვასტატინი კიდე 20-დან 40 მგ-მდე, პრავასტატინი, ანუ ეს სიმვასტატინი, პრავასტატინი, ლოვასტატინი, ფლუვასტატინი, ესენი არის სუსტები შედარებით. ანუ ატორვასტატინი და როზუვასტატინი არის ყველაზე ძლიერები, ამიტომ ძირითადად ეგენი მიიღება ხოლმე რა. როზუვასტატინი ასევე არის ძალიან პოპულარული მოკლედ და ბოლო თაობის ძალიან უსაფრთხო და ამიტომ როზუვასტატინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია რა ამ სტატინებს შორის. ატორვასტატინთან ერთად ატორვასტატინს ძალიან დიდი ისტორია აქვს და გაიდლაინებში ძალიან ხშირად გვხვდება ატორვასტატინი. როდის არის სასურველი მიღება? ზოგადად მიიღება ხოლმე საღამოთი, იმიტომ რომ ქოლესტერინის სინთეზი ძირითადად მიმდინარეობს ღამე. და სიმვასტატინი, ლოვასტატინი, ფლუვასტატინი ესენი მიიღება ღამე.
მაგრამ atorvastatin და rosuvastatin შეიძლება დღის ნებისმიერ დროს, რადგან ნახევარდაშლის პერიოდი აქვთ ხანგრძლივი და მთელი დღის განმავლობაში მოქმედებენ შესაბამისად მიიღებიან ნებისმიერ დროს. როცა დაიწყებ სტატინების მიღებას 4-დან 12 კვირაში მჭირდება კონტროლი ქოლესტერინის, შემდეგ უკვე 6 თვეში ერთხელ ან 12 თვეში ერთხელ. რა მდგომარეობაში გაქვს ქოლესტერინი? ეფექტი აქვს მალევე 4 კვირაშივე აქვს ეფექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რას ველოდებით იმას, რომ მარტივად ველოდებით იმას, რომ გულით სიკვდილიანობის რისკი შეგვიცირდება. ან ინსულტის რისკი შეგვიცირდება. ორ ძალიან დიდ რამეს ველოდები. აი ხა იტყვის ადამიანი, რომ ვა, ესეთი იდეალურია და ნუ წამალი და ესეთი იდეალური რატო, ხო? არ არის იდეალური, აქვს მას გვერდითი ეფექტები, ისევე როგორც ყველა წამალს. და ეხლა გეტყვით მაგ გვერდით ეფექტებსაც. კუნთების ტკივილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი, რომელიც ძირითადად არ არის მისი ნამდვილი ეფექტი, ანუ ადამიანის 10% დაახლოებით ვინც სტატინებს იღებს ამბობს, რომ კუნთები ტკივათ, მაგრამ ეს უმეტესად არის ნოციბო ეფექტი. ნოციბო იცით ალბათ რას ნიშნავს? ამ პლაცებო ხო არის, რომ გეტყვიან, რომ შენ დაგალევინებ რაღაცას და შენ აღარ გეტკიება, შენ მართლა აღარ გტკივა. და შეიძლება დაგალევინონ უბრალოდ ალკი, ცარცი, ან არაფერი. და მართლა აღარ გტკივა, იმიტომ რომ შენ გჯერა, რომ რაღაც წამალი მიიღე იმისთვის, რომ აღარ გეტკინოს. ნოციბო არის პირიქით. თუ კი შენ წაკითხული გაქვს, რომ სტატინები კუნთების ტკივილს იწყებენ, შენ გტკივა კუნთები, იმიტომ რომ შენ წაკითხული გაქვს და დაიჯერე, რომ შეიძლება კუნთები გეტკინოს. ამიტომ თავარი მოქმედება ამ დროს არის, რომ უნდა შეამოწმო, უნდა შეწყვიტო, თუ კუნთების ტკივილი დაგეწყო სტატინების მიღებისას, შეწყვიტო წამლის მიღება და შეამოწმო კრეატინკინაზა, სისხლში. თუ ნორმაშია, ესე იგი არაფერიც არ მომხდარა, უბრალოდ შენ სუბიექტური შეგრძნება იყო. თუ მომატებულია, ეს შემთხვევა ძალიან იშვიათია, ნორმალ იმ ადამიანებში, ვინც იღებს ყოველი 1000 ადამიანიდან მოკლედ ერთს ემართება, ვინც იღებს სტატინებს, ან 0.1%-ია დაახლოებით მიოპათია, ანუ კუნთების დაშლა, ეხლა მთლიანად კი არ იშლება კუნთები, მაგრამ კუნთების დაავადებას როცა იწვევს ხოლმე, თუმცა ესეც შეგრძევადია. ამ დროს კუნთებით ტკივა ადამიანს, მაგრამ გაიზომავს კრეატინკინაზას და თან მომატებულია. ამ დროს უნდა შეიწყვიტო. ეგ არის მოქმედება. და რაბდომიოლიზი არის, როცა ეს კუნთები იშლება და შარდი ხდება ყავისფერი, იმიტომ რომ კუნთების დაშლიდან ეს მიოგლობინი გადადის შარდში და შეიძლება ამან დააძლევოს თირკმელები. ეს ძალიან იშვიათია. ეს არის ძალიან იშვიათი, ძალიან დამოკიდებული არის დოზაზე, იმ ადამიანები, ვინც ძალიან დიდ დოზით იღებენ, ზოგ შემთხვევაში იშვიათად ემართებათ. ძალიან იშვიათია. ღვიძლის ფერმენტები, ან ღვიძლზე ხო არ მოქმედებს ცუდად ეს ამბავი. ზოგ შემთხვევაში იწვევს ALT-AST-ს მომატებას, ანუ ღვიძლის მარკერების მომატებას, მაგრამ დროებით ეგეც იშვიათად, 0.5-დან 3%-ში რა, იშვიათად. ანუ თავარი, რასაც ყურადღებას ვაქცევთ, არის რომ რაბდომიოლიზი არ გამოიწვევს, ანუ თუ კი ადამიანს ეწყება იღებს სტატინებს, ეწყება კუნთების ტკივილი სიმეტრიულად და სისუსტე და შარდი ხდება მუქი კოლას შეფერილობით, კოლას შეფერილობით. ეგრევე უნდა თქო და წვეთს წამის მიღებას მიდის კლინიკაში. თუმცა მაშინვე უნდა შეწყვიტოს წამის მიღება, თუ კი კუნთების ტკივილი დაეწყო და კრეატინკინაზა უნდა გაზომოს სისხლში. რა მდგომარეობაშია იმის დასადგენად.
ეხლა რატო ხდება ეს რაბდომიოლიზი, რატო შევა გამოიწვევს ეს სერიოზული რაღაცა, რომელიც სტატინები ბლოკავენ კოენზიმ Q10-ის წარმოქმნას, როგორც გითხარით, კუნთებში და ეს აუცილებელია ენერგიის წარმოქმნისთვის. და ენერგია რო ნაკლები წარმოიქმნება, კუნთი ხდება უფრო მსხვერპლი და კუნთი იშლება. ანუ როცა ენერგიის დეფიციტი აქვს, კუნთის მემბრანა ხდება უფრო მსხვერპლი, პირდაპირ გაგებით იშლება ადვილად, კუნთი იშლება. და ადამიანი გრძნობს, კრეატინკინაზა გადადის სისხლში, რაც კუნთის დაშლის ნიშანია და ადამიანი გრძნობს კუნთების ტკივილს და სისუსტეს. ეს შეიძლება მოხდეს მაღალი დოზით, როცა იღებს ადამიანი დეჰიდრატაციისასაც, ანუ როცა წყალს არ იღებს საკმარის რაოდენობით და შეიძლება მერე ამან გამოიწვიოს თირკმლების დაზიანება. ამიტომ ამახვილებს სტატინების ამ ერთ მნიშვნელოვან გვერდით ეფექტზე ყურადღებას, რომ მხედველობაში უნდა გქონდეთ, რომ კუნთების ტკივილი თუ გამოიწვია, მიიღება უნდა შეწყვიტო და კრეატინკინაზა სისხლში უნდა გაიზომო. რა მდგომარეობაში? ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ახლა კითხვა არის, რომ ჯამთელმა ათლეტმა ადამიანმა შეიძლება მიიღონ ათლეტებში ძირითადად როზუასტატინი 5-10 მილიგრამი ან პრავასტატინი 40 მილიგრამი ეს მიიღებენ ხოლმე, მიიჩნევა დაბალი დოზები. სიმვასტატინი და ლოვასტატინი არ არის რეკომენდირებული იმ ადამიანებში, ვინც ვარჯიშობენ. წყალი დიდი რაოდენობით უნდა მიიღო ადამიანმა ყოველთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სასურველია რომ მიიღო კოენზიმ Q10-იც. თუ კუნთები აქ ტკივდა, დააპაუზებ მიღებას, კრეატინკინაზას გაიზომავ. თუ კი არ არის მომატებული, მაშინ შესაძლებელია რომ ან დოზა დაუკლო, ან შეცვალო, სხვა სტატინი მიიღო და კოენზიმ Q10-იც დაუმატო 100-დან 200 მილიგრამამდე დღის განმავლობაში. და D ვიტამინის კონტროლის მნიშვნელოვანია გვერდითი ეფექტების კუთხით. ახლა არის კიდე კითხვა, რომ თირკმლის დაავადების დროს, ხო ამბობ, რომ თირკმლის დაავადება შეიძლება გამოიწვიოს. თვითონ თირკმლის დაავადების დროს თუ არ რეკომენდირებულია, მეტიც თირკმლის ქრონიკული დაავადება თუ აქვს ადამიანს, პირველიდან მეოთხე სტადიამდე რეკომენდირებულია სტატინების მიღება. რადგან თირკმლის ქრონიკული დაავადება გულის დაავადებების რისკს 4-ჯერ ზრდის. ამ დროს იგივე თირკმლის სკლეროზის დროს რეკომენდირებულია თუ არა? რეკომენდირებულია, უბრალოდ დოზებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ დროს. თუ გლომერულური ფილტრაცია 30-ზე ნაკლებია, მაშინ როზუასტატინი 5-დან 10 მილიგრამამდე გამოიყენება, პროვასტატინი 40 მილიგრამი. ადამიანები, რომლებიც არიან დიალიზზე, ძირითადად არ უნიშნავენ ხოლმე, მაგრამ თუ კი უკვე არიან სტატინებზე და თუ პრობლემა არ აქვს, შესაძლებელია რომ გააგრძელონ. წამალთა შორის ურთიერთქმედება ახასიათებს სტატინებს, ანუ ყურადღებით უნდა იყოთ სხვა წამლების მიღებისასაც, თუ სხვა წამლებს იღებთ და თან სტატინებს და ამიტომ ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია. გრეიპფრუტის წვენის მიღება უნდა აიცილოთ თავიდან სტატინებთან ერთად, რადგან CYP3A4 ფერმენტია მოკლედ, რითიც ხდება სტატინების გადამუშავება და აინჰიბირებს ის გრეიპფრუტის წვენი მაგას და შესაბამისად არ არის რეკომენდირებული მასთან ერთად. ასევე ანტიბიოტიკები მაკროლიდებთან ერთად არ არის. ასევე აზოლებთან ერთად მიღება არის რეკომენდირებული. ეს არის სოკოს საწინააღმდეგო წამლებთან ერთად, ციკლოსპორინთან
და ამიოდარონთან, ვერაპამილთან და დილთიაზმთან ერთად მიღება. ანუ არის წამლები, რომელთან ერთადაც მისი მიღება რეკომენდირებული არ არის. სიმვასტატინი და ლოვასტატინი ყველაზე რისკიანი სტატინებია და როზუვასტატინი და პრავასტატინი ყველაზე ნაკლებ რისკიანი წამლებია და მიიჩნევა ყველაზე მეტად ეფექტურად. შესაბამისად, ანუ წამალთან შორის ურთიერთქმედებასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ თქვენმა ექიმმა არ მიაქცია ყურადღება. სანამ დაიწყებთ მიღებას, უნდა გააკონტროლოთ ლიპიდები, რა თქმა უნდა, ALT-AST, ანუ ღვიძლის ფუნქციები და კრეატინკინაზა. ანუ კუნთი რა მდგომარეობაში გაქვს. 4-დან 12 კვირაში უნდა გააკონტროლოთ ქოლესტერინი და ALT. რადგან ნახოთ როგორ მიმდინარეობს და ღვიძლზე რამე ღვიძლის ფუნქციები ხო არ გააუარესა. და ქოლესტერინს რა უკნა დაუკლო თუ არა. თუ სიმპტომები აღმოცენდება, ანუ ადამიანს რამე სიმპტომები ექნება მისი მიღების დაწყებიდან, მაშინ კრეატინკინაზა აუცილებელია განსაზღვროს, კრეატინინიც აუცილებელია. საუბარია კუნთების ტკივილი თუ აღმოცენდა. კრეატინინი თირკმლის ფუნქცია რო შეფასდეს, ფარისებრის ჯირკვლის ფუნქცია და ვიტამინი D. ხო, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია თუ შესუსტებული აქვს ადამიანს, მაშინაც შეიძლება გვერდითი ეფექტები მეტად ქონდეს სტატინების მიღების დროს, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის კონტროლიც მნიშვნელოვანია მაგ დროს. და მერე უკვე, 6-12 თვის განმავლობაში ვამოწმებთ როგორ მიმდინარეობს სტატინების მიღება. ვამოწმებთ ლიპიდებს, რამე გვერდითი ეფექტები ხო არ აქვს, მეტი ისეთი არაფერი არაა საჭირო. ორსულობაში არ არის რეკომენდირებული სტატინების მიღება. რეკომენდირებული კი არა, უკუნაჩვენები არ შეიძლება. ასაკოვნებში შესაძლებელია დაბალი დოზებით და ყურადღება უნდა გავამახვილოთ პოლიფარმაციაზე, იმიტომ რომ ასაკოვნები ისედაც ბევრ წამლებს იღებენ როგორც წესი. ღვიძლის დაავადების დროს, რა თქმა უნდა, ღვიძლის დაავადების სტაბილიზება ჯერ საჭირო და მერე პრავასტატინი დაბალი დოზებით ან როზუვასტატინი. ანუ მარტივად რო დავიმახსოვროთ, როზუვასტატინი ეს ყველა თანამედროვე და კარგია მოკლედ და პრავასთან პრავის ტესტები ხო გაგია და ესე, ანუ პრავასტატინი და როზუვასტატინი არის ძალიან უსაფრთხოები სტატინებიდან. ბავშვებში შესაძლებელია გამოყენება 10 წელს ზევით, ვისაც გენეტიკური ჰიპერქოლესტერინემია აქვს, ატორვასტატინი და პრავასტატინი როგორც წესი. თვითონ სტატინები რომ შევაჯამოთ, როზუვასტატინი ყველაზე უსაფრთხოდ და პლუს ძალიან ეფექტურად მიიჩნევა და უსაფრთხოა თითქმის ყველა შემთხვევაში მოკლედ. კუნთების და რhabდომიოზის რისკი ძალიან დაბალი აქვს. ატორვასტატინი ასევე ძალიან ეფექტურია, მაგრამ ცოტა მეტი რისკი აქვს როზუვასტატინთან შედარებით. პრავასტატინი ყველაზე უსაფრთხოა. პრავასტატინი ყველაზე უსაფრთხო სტატინია. სიმვასტატინი, ლოვასტატინი, ფლუვასტატინი შეიძლება გამორიცხოთ, იმიტომ რომ როგორც წესი აღარ გამოიყენება, იმიტომ რომ მაღალი რისკები აქვს შედარებით. ხო. ახლა კიდე რაზე არის ყურადღება გასამახვილებელი მოკლედ. თუ კი ადამიანს კუნთების ტკივილი ექნება და ნორმალური კრეატინინი ის კრეატინკინაზა სისხლში, კრეატინკინაზა გაიზომა და ნორმალურია, შესაძლებელია გადართვა სხვა სტატინზე ან დოზის დაკლება. წყლის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ათლეტებში, ვინც ბევრს ვარჯიშობს. აუცილებელია D ვიტამინის განსაზღვრა სანამ დაადანაშაულებს სტატინებს, იმიტომ რომ კუნთები შეიძლება გტკიოდეს D ვიტამინის ნაკლებობის გამო და არა სტატინების გამო. კოენზიმ Q10 ხშირად რეკომენდირებულია სტატინებთან ერთად, რათა კუნთები
დაიცვა 100-დან 200 მილიგრამამდე, თუ კი კუნთები გტკივა, მაგრამ კრეატინ კინაზა არ არის მომატებული, შეიძლება ყველაზე მქივათი დაამატო და ნახო რა ხდება. გრეიპფრუტი უნდა აიცილო თავიდან, როზვასტატინი და პრავასტატინი საუკეთესო ვარიანტებია. პირკმნის ქრონიკული დაავადება ვისაც აქვს, მან გემიფიბროზილთან ერთად სტატინების მიღება უნდა აიცილოს თავიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, შესაძლებელია რომ ღამით მიიღოს ადამიანმა, თუმცა როცა უნდა ეს განსაკუთრებით ატორვასტატი და როზვასტატინი ნებისმიერ დროს და ისე ზოგადად ღამე ჯობია. ადამიანებმა განსაკუთრებით აუცილებლად უნდა მიიღონ სტატინები, ვისაც აქვს გულის დაავადებები უკვე, ვისაც ქონდა ინფარქტი ან ინსულტი, ვისაც დიაბეტი, თირკმლის დაავადება, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტატინების მიღება. ოღონდ რა თქმა უნდა, სიფრთხილეა საჭირო და დოზირება მნიშვნელოვანია. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა სტატინებთან დაკავშირებით. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა თქვენი ინტერესისთვის.